მამაფლექსი ალბათ ბოლო ადამიანია, ვისგანაც დაუცველობას ლოდები. ნიღაბი, აგრესია, ფული, სექსი, ძალა. მთელი მისი პერსონა ასე აწყობილი, თითქოს არაფერ შეუძლია შეეხოს. მაგრამ მე ჩნდება ერთი ფრაზა. ჩემში ბნელა მუდამ სანთელი ხარ ანათებ. და უცებ ყველაფერი სხვანაირად ჩანს. ცოტა უცნაურია რა, ადამიანი რომელიც ძალის ენით საუბრობს და ბრძოლის ქვედა ცხოვრობს, ყველაზე მნიშვნელოვანი მეტაფორად სანთელს ირჩევს. არა იარაღს, არა ძალაუფლებას, არა კონტროლს, სანთელი. გონია რომ სწორედ აქ იმალება მთელი armored law შნარსი. აბჯარ არ იქნება იმიტომ რომ ადამიანი ძლიერი, აბჯარ იქნება იმიტომ რომ რაღაცის დაცვა სჭირდება. რაც უფრო მძიმე, აბჯარი ხშირად მით უფრო გზნობიარე ის, ვინც არის შიგნით. ვინ იმალება შიგნით? და როცა უსმენ ამ ტრეკს, ნელ-ნელა ჩდება შტაბეჭდილობა, რომელიც სიყვარულზე ნაკლებად არის. ეს უფრო იმაზე, როგორც ცდილობს ადამიანი პირველად დაუცველი იყოს, ვიღაცა შეუიშვა შიგნით. ნამდვილად დაანახოს მისი თავი. ნიღბის უკან ვინ არის? მინდა ერთხელ ჩემში წაგიყვანო. თუ დაფიქრდები, ეს საერთოდ არ ჟღერს როგორც ფლირტი, ეს ჟღერს როგორც რისკი. მე პატიჟებ შენ ჩემთან. მინდა გაჩვენო რაღაცა. ვინ ვარ მე ნამდვილად ამ ნიღაბის უკან შეიძლება დაიღალავო ადამიანმა ნიღაბში. მე ასე ვხედავ პირადად, ეს არის ჩემი პირადი ჰიპოთეზები, მე რასაც ვხედავ. შეიძლება რეალობასთან სულაც არ იყოს კავშირში ეს, მაგრამ მე პირადად ასე ვგზნობ, მე პირადად ასე ვხედავ.